ჯუნგლების სიხმეში ვიპოვე ნაკადული, რომელსაც როგორც ამბობენ, კარტელი იყენებდა უკანონო იარაღის, სამკაულებისა და სხვა უცნაური ნივთების გადასაყრელად. ამიტომაც დავიწყე ეს ექსპედიცია ჯუნგლებში, რომ გავარკვიო მართალია თუ არა ეს ხმები. ამისთვის კი მოვიტანე მსოფლიოში ყველაზე დიდი მაგნიტი. იმედია თუ აქ რამე უცნაური დევს, მაგნიტი ამას ამოიტანს. ეხლა საერთოდ არც კი უნდა ვიცოდე ამ ადგილის შესახებ, ასე რომ დღეს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვეცადოთ არ დაგვიჭირონ. ამ ყველაფრის შემდეგ წავიდეთ და ვიპოვოთ განძი. ეხლა პირველად გადავაწყდი ნაკადულის ღრმა მონაკვეთს და ეს ადგილი შესანიშნავად გამოიყურება. თუ ამ ნაკადულში რაიმე მძიმე იარაღი, დანა ან სამკაულია, სწორედ ასეთ ღრმა ადგილას იქნებოდა მოხვედრილი. ნეტავ, რამდენად ღრმაა ეს? ღმერთო ჩემო, ეს ძალიან ღრმაა. ალბათ 6 ან 7 ფუტის სიღრმე აქვს. ვცადე ჩასვლა, მაგრამ პირდაპირ არაფერია დასადგმელი. ის იმდენად ღრმაა, რამდენადაც ჩემი ფეხი წვდება. მოდი ჩაუშვათ მაგნიტი წყალში და ვნახოთ რას ვიპოვით. ვაუ! კარგი უკვე ბუშტები ამოდის, რაც ძალიან კარგია. ოჰ, არა. კარგი, ავიყვანოთ. რა გვაქვს? გვაქვს? რამდენიმე რამ გვაქვს. რა? ჩვენ გვაქვს რაღაცა 12 დუიმიანი ლურსმანი. და ესენი რა არის? ესენი ტყვიებია? ღმერთო ჩემო, ეს შეიძლება იყოს ტყვიამფქვევის ვაზნების ლენტი. ბიჭებო, მგონი ეს არის. ეს არის ტყვიების ჯაჭვი, რომელიც ლენტიანი ტყვიამფქვევში შედის. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი პირველი აღმოჩენაა. ესენი ძალიან იშვიათია. კიდე უცნაური არიან ზოგიერთი ტყვია უბრალოდ მასრაა, ისინი ცარიელია. ეს სამი აქჯერ არ არის გასროლილი, მაგრამ დანარჩენი ყველა უკვე გამოყენებულია, რაც უცნაურია. ვიტყოდი რომ ეს საკმაოდ კარგი პირველი ჩაგდებაა. ალბათ კიდევ სხვა უცნაური რაღაცებიც იქნება იქ ქვემოთ, ასე რომ მოდი მაგნიტი ისევ წყალში ჩავაგდოთ და ვნახოთ კიდევ რას ვიპოვით. ასეთი წარმოუდგენელი პირველი აღმოჩენის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ორმოში კიდევ მეტი განძი იქნებოდა. და კიდევ რამდენიმე მაგნიტის სროლის შემდეგ უცნაურ ნივთს მივაგენი. ბიჭებო, რაღაც უზარმაზარს მივეკარი აქ. უკვე 20 წუთია ვებძვი ამას და მგონი გამოვა. ნახეთ ბუშტები. ჯანდაბა ჩამოვარდა. ოსევ მივეკარი, ძისევ მივეკარი. ძმაო, შეხედე ამას. მგონი 5 ამოვიღეთ ჯანდაბა. მგონი მართლა 5-ია. ან სეიფი ან რაღაც მსგავსი. არა, სულ სრიალებს მაგნიტიდან, მაგრამ ხედავ. ეხლა მოდი. ავიღე. არა, მესამედ გამოვა. მოდი. თითქმის ავიღე, კი. ეს 5-ია. ამოდი. კი. ნახეთ ბიჭებო, ეხლა ჩვენი პირველი 5 ამოვიღეთ დღეს. რა საზიზღარი წყალი გადმოდის აქედან. ნახეთ ეს ბიჭებო, ეს შეიძლება კარტელმა გადმოაგდო აქ. გულისხმობ, საკმაოდ საეჭვოდ გამოიყურება. ვერ წარმომიდგენია სხვა მიზეზი, რატო უნდა აღმოჩნდეს ასეთი 5 ჯუნგლების შუაგულში. კარგი, მართლა მინდა გავხსნა ეს. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა უბრალოდ ძალით გავაღოთ. მოდი. კარგი, ეს არ მუშაობს. მასზე 3 ბოქლომია და არ ვიცი როგორ გავხსნა ისინი. უბრალოდ მოკაჩე? არა, დაატრიალო. არც ეგ მგონია რომ ასე უნდა. როგორ უნდა გააღო ეს? ერთი საკეტი მოვატეხე. კარგი, მგონი ახლოს ვართ გახსნასთან. ბიჭებო, მგონი გავხსენი. სრულიად შემთხვევით გავხსენი. წავედით. არის აქ რამე? რაღაცები გვაქვს? ქვები გვაქვს? და აქვს და ღმერთო ჩემო. აქ რაღაცები გვაქვს. ესენი რა არის? ესენი სანომრე ნიშნებია. მოდი. სანომრე ნიშნები ვიპოვეთ. ბიჭებო, არ მჯერა რომ აქ სანომრე ნიშნები იყო და არ მოგატყუებთ, თითქმის დარწმუნებული ვარ, ორივე ეს მოპარული მანქანებიდანაა და ეს თითქმის უეჭველად კარტელისგანაა. მათ მანქანებს მოიპარავდნენ, სანომრე ნიშნებს მოხსნიდნენ და აქ ჯუნგლების შუაგულში დააგდებდნენ, რომ ვერავინ მიაკვლიოს. ეს სიგიჟეა. და თუ აქ ზემოთ შეხედავთ, ეს სანომრე ნიშნები 90-იანი წლებისაა. ეს არის 1993, რაც ნიშნავს, რომ ეს მანქანები ალბათ 30 წლის წინ მოიპარეს. კიდევ რამე არის? კიდევ რაღაც გვაქვს. ეს ტელეფონია? კი, ასეა. ეს პირდაპირ მაფიის ერთჯერადი ტელეფონია. ასე რომ ეს 5 იქ რამდენიმე წელზე მეთხანს ვერ იქნებოდა, რადგან ეს თანამედროვე მობილურია და ის ნივთი მთლიანად განადგურებულია. ვინც ბოლოს ეს ტელეფონი ჰქონდა, არ უნდოდა რომ ეპოვათ. ვინ იცის რა არის ამ ტელეფონში? შეიძლება იყოს კარტელის საიდუმლოებები, ყველანაირი გიჟური და არალეგალური რამ. ასე რომ ალბათ ზედმეტად არ შევეხები ამას. არ მინდა ანაბეჭდები დავტოვო. ჩვენი პირველი 2 აღმოჩენა პირდაპირ კარტელსა და დანაშაულთან იყო დაკავშირებული და უკვე ვიწყებდი ნერვიულობას. კიდევ რას ვიპოვიდით აქ? რადგან ყველაზე ნაკლებად მინდა მაგნიტის ბოლოს გვამი ამოვიყვანო. კარგი ბიჭებო, უკვე ნერვიულობ ამდენი კრიმინალური ნივთის სპოვნაზე. ეს ისეთი ადგილია, რომ შეიძლება ამოიღო ანალეგალური იარაღი ან რამე მსგავსი, მაგრამ გონი ჯობია ისევ წყალში ჩავაგდოთ მაგნიტი და ვნახოთ, კიდევ რამე უცნაური ხომ არ არის იქ? კი.
ისევ იმავე ორმოში ჩავაგდე, სადაც სანომრე ნიშნები და ტყვიები ვიპოვეთ. ასე რომ იმედი მაქვს კიდევ რამე იქნება Z. ო, მგონი რაღაცას ხედავ. ო, აბა? ო, რაღაც ვიპოვეთ. ვაუ! ბევრი რამ ვიპოვეთ, რა ჯანდაბა ამოვიღეთ ახლა. გვაქვს? ო, მგონი ოქროს საათი ვიპოვეთ. მოდი. ოქროს საათი ვიპოვეთ. ეს Rolex-ია? მართლა Rolex-ი აწერია? მგონი Rolex-ი აწერია. ნეტა მართლა Rolex-ი ვიპოვე, რომელიც კარტელმა აქ დააგდო. და კიდევ ვიპოვეთ. მოწყობილობა დაღუპვისა და სასოწარკვეთის ეთის. ეს რა არის? ჩვენ გვაქვს კარტელის წამების მოწყობილობა ან რაღაცა მსგავსი, არ ვიცი ეს რა არის. მას აქვს რაღაცა მექანიზმები და მბრუნავი, შემაშფოთებელი ნაწილები. ო, ეს არ მომწონს. ხელებს სულ მისვრის. კარგი, ამას გადავაგდებთ. ეს ნაწილი ყველაზე მეტად მაწუხებს, ეს ნამდვილი Rolex-ის საათივით გამოიყურება. თუ ვინმე მიცის ნამდვილია თუ არა, კომენტარებში დამიწერეთ, მაგრამ საკმაოდ კარგად გამოიყურება. ეს საათი აუცილებლად უნდა იყოს მოპარული. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, რატო უნდა აღმოჩნდეს Rolex-ი ჯუნგლების შუაგულში, თუ კარტელმა არ მოიპარა. იმედი მაქვს 4-დან 4 გიჟური განძით დავასრულებთ. იმავე ადგილას გადავაგდებ, სადაც აქამდე ვაგდებდით და იმედი მაქვს, ჯერ არ გამშრალა. კარგი, ხო, იდეალური სროლა იყო. კარგი, ჯოხი მაქვს. ძალიან მაგარი აღმოჩენა, ესენი ძალიან მომწონს. და გძნობ როგორ ებმება რაღაცებს, როცა ვათრევ. ო, ეს კარგი სროლა იქნება. უკვე ვგძნობ. რა? გონი კიდევ ერთი დიდი რაოდენობის ნივთები გვაქვს. შეხედეთ ამას. ბიჭებო, აქ ქვემოთ ნამდვილი ნაგვის კონტეინერია. არ გონია რომ ოდესმე, ესეთ ადგილას მაგნიტით მეთევზავა. ესეთი ბევრი ნივთით. ერთი მაგნიტის სროლა გავაკეთე. გვაქვს. დამბალი ქანჩის გასაღები, წამების მოწყობილობის ნაწილი და არც კი ვიცი ეგ რა არის. და რა თქმა უნდა გვაქვს მსოფლიოს საუკეთესო მაგნიტით მეთევზის თასი, რომელიც მთლიანად ჩემია. დიდი მადლობა. ღმერთო ჩემო, დღეს რა ხდება? მსოფლიოს საუკეთესო მაფიის ბოსი. რა საყვარელი თასია, მაგრამ ეს ჩემი არ არის. უფრო ახლოდან ვუყურებ ამ ნივთს და მგონი ეს შეიძლება მაფიის წამების მოწყობილობა იყოს. გამოიყურება როგორც ჟანგიანის სკალპელი ან რაღაც მსგავსი. რაც უფრო მეტ ასეთ ნივთს პოულობ, მით უფრო არ მინდა აქ ყოფნა, მაგრამ მგონი ეს ჩემი საქმეა. მას შემდეგ რაც მაგნიტი კიდევ რამდენჯერმე ვისროლე სხვადასხვა წარმატებით, დიდხანს არ გასულა რომ პირველ სერიოზულ პრობლემას შევეჯახე. ბიჭებო, მგონი რაღაც უზარმაზარი დავიჭირე, რადგან მაგნიტს ვეღარ ვძრავ. თელ წონას ვადებ და მაინც არ იძვრის. ვერ ამოვწევ. ჯანდაბა. კარგი, სულ სველი ვარ. მაგნიტი ისევ გაჭედილია. სხვა რამე უნდა მოვიფიქრო. კარგი ოპერატორო, მინდა წყალში ჩახვიდე და ჩემი მაგნიტი ამოიღო. არა? არა. რას ნიშნავს არა? რისთვის გიხდი ფულს? საერთოდ არ მიხდი ფულს, მაგრამ სინამდვილეში მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. ეხლა მოიცადე, მე ეხლა შევალ წყალში. წყალი აქ არც ისე ცუდია, მგოლი გამომივა. თუბი? ძმაო, ამ წყალს ისეთი ცუდი სუნი აქვს. მგონი უკვე მალარია დამემართავ, გზნობ ამას. ისეთი ცუდი სუნი აქვს. ბიჭებო, გთხოვთ დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ფეხებით ვეძებ მაგნიტს და მხოლოდ გამოყენებულ ნემსებს ვგრძნობ. მოიცა, ეს რა არის? დამიცადეთ, რაღაც ვიპოვე. მგონი ვიცი რა არის. კიდევ ტყვიები ვიპოვეთ. ფეხებით ვიგრძენი ისინი. ეს უბრალოდ სიგიჟეა. ღმერთო, რა მძიმეებია. ვცდილობ არ დავიხჩო. ეს ძალიან მაგარია. მაგრამ ჯერ კიდევ არ მიპოვია ჩემი მაგნიტი და მართლა არ მინდა წყლის ქვეშ ჩავიდე. ეს რა არის? მკვდარი სხეულის ნაწილი, იდეალურია. კარგი, მგონი ვიპოვე. დიახ. გთხოვთ, ამომიყვანეთ წყლიდან. მოვახერხე, მაგნიტი მაქვს ბიჭებო. წავიდეთ და ვიპოვოთ განძი. როცა იქ ვიყავი, არა მხოლოდ მაგნიტი ავიხე, არა მხოლოდ მალარია ავიკიდე, არა მხოლოდ დიაბეტი ავიკიდე. ესევე ვიპოვე ეს გიჟური ტყვიების ლენტი, ტალახში გაჭედილი, რომელიც მეგონა რომ ჩემი მაგნიტი იყო, მაგრამ არა, უბრალოდ კიდევ მეტი ტყვია. ღმერთო ჩემო, ეს კარტელიდანაა 100%-ით, ეს ძალიან მაგარია. იმედი მაქვს იქ მთელი ტყვია მფქვევიდევს, მხოლოდ ერთი გზაა გავიგოთ. კარგი, ესაა ის. ვგრძნობ ამას. მოდი ვიპოვოთ ტყვია მფქვევი. რაღაცას მოვკიდეთ ხელი. გთხოვ, იყოს ტყვია მფქვევი. ეს მძიმეა. ღმერთო ჩემო. ბუშტებს ხედავ? მგონი რაღაც დიდი გვაქვს აქვს ბიჭებო? ჩვენ ვიპოვეთ. ეს ტყვია მფქვევი არაა, ეს უბრალოდ დანაო. ეს ადგილი საოცარია. მოიცადეთ, ხელები არ მოვიჭრა. მოდი.
კარგი, ამას არ გავაკეთებ. არა, ვერ ვიღებ. შეხედეთ ამას. მე მაქვს ნამდვილი კარტელის მაჩეტე. ვაუ. ეს უბრალოდ საოცარია. არა, ტყვია ამფქვევი, მაგარია. მაგრამ მაინც საკმაოდ მაგარია. მიყვარს მაჩეტეების პოვნა. როგორც ჩემი საგანძურის გროვა იზრდებოდა, ნაპოვნი ნივთების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ამიტომ მივხვდი, რომ დრო იყო ჯუნგლების სხვა ნაწილში გადავსულიყავით. ასე რომ დაახლოებით 20 წუთზე მეტი გავიდა და ბევრი ახალი არაფერი მიპოვია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვცდი იმავე ადგილას, სადაც აქამდე ვაგდებდი, უბრალოდ იღბლისთვის. ერთი მეილს ორი მეთკინა. კაცო, მოახერხე ჯანდაბა. რა არის ეს? ეს შუბია. ხო, შუბი მაქვს, მაგრამ დაიჯერე თუ არა, სანამ განძის მაძიებელი ვიქნებოდი, სინამდვილეში აცტეკი მებრძოლი ვიყავი და განსაკუთრებით კარგად ვსროდი შუბებს. ნახე ახლა. ცოტა ფორმიდან გამოვედი. კარგი, მგონი აქ ყველაფერი ვიპოვეთ, რაც შეიძლებოდა გვეპოვა. ეხლა უნდა გავაგრძელოთ ჯუნგლების შესწავლა და ვნახოთ კიდევ რა ვიპოვით აქ. ეს რა არის? რაღაც გამორიყულია აქ. რა ვიპოვეთ? ეს ჩანთაა. მგონი არა, საფულეა. ეს მართლა ძალიან მაგარია. ეს ლუი ვიტონის საფულეა. კარგი, ეხლა მთავარი კითხვა ისაა, არის თუ არა აქ ფული? მოდი გავიგოთ, წავედით. დიახ, გავხსენით, სიმართლის მომენტი. ხო, აქ ფული არ არის. ეს რა არის? ეს ყბის ძვალი იყო. ეს ვიღაცის ყბის ძვალს გავდა. სად წავიდა? მოიცა. ვიცი რომ არ ვგიჟდები. ეს ნამდვილად ყბის ძვალი იყო. ძმაო, ეგ მგონი ადამიანის არაა, მაგრამ ეს ნამდვილად ყბაა. ალბათ ცხოველის ყბა ან რაღაც მსგავსი. თუ ვინმე მიცის რა ძვალია ეს, გთხოვთ კომენტარებში დამიწერეთ. ეს ძალიან უცნაურია. ეს ამ ჩანთაში იყო. ეს ალბათ რაღაც კარტელის გაფრთხილებაა. ვინდებს ძვლებს $1000 საფულეში. ეს ძალიან შემაშფოთებელია, ბიჭებო. ცოტა მეშინია ეხლა, მაგრამ მგონი უნდა გავაგრძელოთ და ვიმედოვნოთ, რომ არ გამიტაცებენ. ახლა ხან კიდევ ორი რამ შევნიშნე, რომელიც იმ ჩანთიდან არც ისე შორს იყო გამორეცხილი. ეხლა ვნახავ რა არის. მოიცადეთ რა, ეს დანა ხო არ არის? ბიჭებო, მგონი ეს უცნაური ფორმის დანია. ეს ალბათ კარტელის დანა ან რაღაც მსგავსი უნდა იყოს. და შემდეგ გვაქვს, რა? ეს დანია. თუ არა, ეს რა არის? მეგონა დანა ან იარაღი იყო რაღაც მსგავსი, მაგრამ არ ვიცი ეს რა არის. შეიძლება ეს ბუდია, რომელშიც დანა უნდა ჩადო. მართლა ესენი ერთად მიდის? მართლა ერთად მიდის. შეხედე ამას. მაქვს ეს უცნაური პირი და პატარა ბუდემისთვის. ანუ ეს მართლა მაგარია. გავაგრძელოთ და ვნახოთ კიდევ რას ვიპოვით. მე ხომ არ ვგიჟდები. ეს ღია? არა, აქ დაუხსნელი სასმელია. კაცო. ხო, აშკარად ძალიან გწყუროდა. მართლა იგრძნობა კარტელის ჯუნგლების გემო. ალბათ მოვკვდები. ჯუნგლებში ფრთხილად მივდიოდი და მალე აღმოჩნდი ნაკადულის ყველაზე ღრმა და ფართო ნაწილთან, რაც აქამდე მინახავს. ადგილი, სადაც დარწმუნებული ვიყავი, რომ გიჟურ საგანძურებს ვიპოვიდი. კარგი მეგობრებო, ეხლა ხან მივედით ამ ჯუნგლების ყველაზე ველურ და ღრმა ნაწილში, რაც აქამდე მინახავს. დგავარ იმ ნაწილთან, რომელიც ალბათ 10 ფუტზე ღრმაა. მგონია, რომ დღეს ყველაზე გიჟურ იარაღებსა და ნივთებს სწორედ აქ ვიპოვით. მოდი ჩაუშვათ მაგნიტი წყალში და ვნახოთ რას ვიპოვით. კარგი მეგობრებო, გადამწყვეტი მომენტია. მოდით ნახოთ, მართლა არის თუ არა ამ ნაწილში კიდევ რაიმე კარტელის საგანძური. კი, ღმერთო ჩემო, ეს წყალი ისეთი ღრმაა. ვიგრძენი როგორ ჩაიძირა მაგნიტი პირდაპირ 10 ფუტით. ეს მართლა ძალიან ღრმაა. ღმერთო ჩემო, მაგრამ გონია რომ გზნობ, როგორ ებმება რაღაცებს. არ ვარ დარწმუნებული, ძალიან მძიმდება. ნეტავ რამე განძი ამოვიღეთ. ავიღეთ. ავიღეთ. რაღაცები ავიღეთ. რამდენიმე რამ ავიღეთ. ეს რა არის? ეს რაღაცა მეტალის ხერხივითაა, ბიჭებო. არა, ეს კარგი არ არის. ეს თითქოს ადამიანების დასაშლელად ან რაღაცა ამისთვისაა. ასე რომ შევწყვეტ ამაზე თითის ანაბეჭდებისთვის დატოვებას და მინდა ვნახო ეს მეორე რა არის. ეს ძალიან უცნაურად გამოიყურება. თითქოს რაღაც კაუჭია სახელურით. მოდით. კარგი, ეს არ გამოვიდა. კაცო, ეს კიდევ ერთი ქირურგიული ინსტრუმენტია ან რაღაც მსგავსი. ეს აუცილებლად უნდა იყოს რაღაც კარტელის წამების მოწყობილობა. ძალიან საშიშად გამოიყურება. კაცო, ბიჭებო, ეს ხრელი ძალიან არ მომწონს, მაგრამ მოდი მაგნიტ ისევ ჩაუშვათ და ვნახოთ კიდევ რამე თუ არის იქ ქვემოთ. კარგი, ისევ იმ ადგილას ვაგდებთ, საიდანაც ის ორი წამების მოწყობილობა ამოვიღეთ. ვნახოთ კიდევ რამე თუ არის იქ.
ვა! კარგი, მეორე გადაგდება. ვნახოთ გაგვიმართლებს თუ არა ისე როგორც პირველ ჯერზე. მოდი რა. ეს ისეთი მძიმეა, არ ვიცი, ხეზე ვარ გაჭედილი თუ რა ხდება. რაღაც ამოდის. ფოცლები ამოვიდა. და ორი რაღაცა. რას უყურებ ახლა, რა ხდება? ჩვენ გვაქვს რაღაც, არ ვიცი ეს რა არის. მოიცადე. სახეში არ მომხდეს. სახეში არ მომხდეს. ვერც კი უხსნი. აი ესე. ეს რაღაცა სანტექნიკის გასაგებს გავს, ან რაღაცა მსგავს. ღმერთო ჩემო, ეს რაღაც უზაღმაზარია. ჩემი თავის ზომისა. ძმაო, მგონი ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა ამით და ჯუნგლებში გადააგდო რომ მოეშორებინა. ეს თითქოს დანაშაულის მტკიცებულებაა. სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, რატო უნდა გადაეგდოთ ესეთი რამ ჯუნგლებში? ეს კარგი არ არის. კარგი, ესეც იმ დანაშაულებრივი მტკიცებულებების გროვაში წავა, რომელსაც ვაგროვებთ. მაგრამ შეხედე ამას. ეს იყო ის, რაზეც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ღმერთო ჩემო, მგონი წინა ვიდეოშიც ვიპოვე ასეთი რამ, რაღაცაც უცნაური მოღუნული დანაჩანს. ზოგიერთმა თქვენგანმა თქვა, რომ ამას კარამბიტი ან კარომბიტი ქვია. ეს სპეციალური დანაა, რომელსაც სამხედროები და კარტელები იყენებენ. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან მაგარია. ეს შეიძლება იყოს ჩემი საყვარელი რამ, რაც აქამდე გვიპოვია. ვაუ. ეს ძალიან მაგარია. როდესაც კარტელის არალეგალური იარაღების გროვა, რომელსაც პოულობდი სულ უფრო იზრდებოდა, დიდხანს არ გასულა, რომ რაღაც ძალიან უცნაური ვიპოვე. ასეთი რამ ადრე არასდროს მქონდა ნანახი. ბიჭებო, მგონი დღეს ყველაზე მძიმე რამ ვიპოვე, რაც ამოვიღეთ და შეხედეთ, რამდენი ბუშტია ამოსული. მაქვს ეჭვი. ეს რაღაც ძალიან დიდი იქნება. ღმერთო ჩემო, ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ბიჭებო. ჩვენ ახლახან აღმოაჩინეთ რაღაც ჩასაკეტი ხუთი ან რაღაც მსგავსი. შეხედეთ, რამდენი წყალი გამოდის იქიდან. მასზე 2 ბოკლომია. წინა მხარეს ბოკლომი აქვს და კიდევ ერთი ბოკლომი შემოხვეულია. ვინც ეს აქ ჩააგდო, აშკარად არ უნდოდა რომ გაეხსნათ. ეს სიგიჟეა. ესეთი დაცვა 1/5-ზე არასდროს მინახავს. კარგი, მოდი მაგნიტიდან მოხსნი. წადი აქედან მაგნიტო. ბიჭებო, ეს რაღაცა, სინამდვილეში შეიძლება საერთოდ არაფერი იყოს შიგნით. ძალიან მსუბუქია. ის თითქოს ცარიელია. მგონი არაფრის ხმა არ მესმის. მოდით ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის გახსნას. კარგი, არც კი ვიცი როგორ უნდა გავხსნა ეს. ვნახოთ. უბრალოდ ტრიალებს. არა, არ მეგონა რომ ასე იქნებოდა. იღება? არა, არ იღება. ასე რომ მოგვიწევს რაღაცა უცნაური მეთოდების გამოყენება, რომ ეს გავხსნათ, მაგრამ საბედნიეროდ მაფიამ მათხოვა სხვადასხვა ხელსაწყო, რომლითაც შეუძლებ ამის გახსნას. მოდი ვცადოთ. კარგი, ასე რომ ეს შეიძლება ცოტა დრო წაიღოს. 2 საათის შემდეგ კარგი, როგორც ჩანს, მშვილდი და ხერხი მეტალზე კარგად არ მუშაობს. ასე რომ ალბათ სხვა იდეა უნდა მოვიფიქროთ. ეს არის ყველაზე ახლოს არსებულ ნივთი, რაც ჩაქუჩს გავს. იმედია ძალის გამოყენება გაამართლებს. მოდი. გაიხსენი. მკივა. ასე რომ ყუთი ისევ დახურულია და ეხლა კიდევ მხარი მკივა. კარგი, კიდევ ერთხელ ვცდით და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ სეიფის გახსნას. კარგი. 1, 2, 3. ვაუ, ეს რაღაც ბევრად უფრო რთულია ვიდრე მეგონა. მოდი. მგონი გამოვიდა. გადამწყვეტი მომენტია. რა არის ჩაკეტილ ყუთში? მოდი ვნახოთ. $1 გვაქვს, ღმერთო ჩემო. $1 გვაქვს და სხვა არაფერი, მხოლოდ $1 გვაქვს. არ მჯერა რომ ოდესმე ასე ძლიერ მომიტყუებია ჩემი საგანძურის ძიების კარიერაში. ეს საშინელებაა. კარგი, სინამდვილეში ცოტა მჭირდება ეს. ძალიან მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა ეს ჯუნგლების შუაგულში. თუ ვინმეს აქვს თეორია, როგორ მოხდა ნაღდი ფულის ყუთი $1 ჯუნგლებში, კომენტარებში დამიწერეთ ქვემოთ. დღეს აბსოლუტურად გიჟურ ნივთებს პოულობთ. გადავედი სრულიად ახალ ნაწილში. იმედი მაქვს ეს ადგილი ისეთივე კარგია, როგორც წინაური. ნახეთ, ეხლა ძალიან შორს აღარ ვარ, ასე რომ ეს ადგილი უნდა იყოს საკმაოდ კარგი. ეს მტკივა. კარგი, მოდი ამოვიღოთ. ნახოთ რა გვაქვს. მგონი რაღაც ვიპოვეთ. ეს რა არის? ეს რა მშვილდია? ღმერთო ჩემო, ესეთი რამ არასდროს მიპოვია. ჩვენ უბრალოდ მშვილდი და ისარი ვიპოვეთ მაგნიტით თევზაობისას. მგონი მაგნიტი არც კი მიეკრო, უბრალოდ ძაფებში გაება. რა მაგარია, არა? მოდი ამოვიღებ. მოდი. ვაუ, კარგი, ეს მართლა ძალიან მაგარია. ეს ერთ-ერთი ის რამეა, რაც არასდროს მიპოვია. ბევრ იარაღს, დანას და სხვა ნივთს მივაგენი, მაგრამ შვილდი და ისარი არასდროს. როგორ იყენებენ ამას საერთოდ? კარგი, ეხლა კიდევ ერთხელ ვცდით იმ ადგილას, სადაც ის მშვილდი ვიპოვე. მგონია რომ იქ კიდევ რაღაც მაგარი იქნება.
აჰა, კი. კარგი, ვნახოთ. ღმერთო ჩემო. ნახეთ? მგონი იარაღი ვიპოვე. ხო, ეგ არის, ბიჭებო, ეს ნამდვილი პისტოლეტია. ეს დრევანდელი ჩვენი პირველი პისტოლეტია, შეხედეთ. ვაი, კაცო. არც კი მინდა შევეხო ამას, ბიჭებო. მართლა არ მინდა ჩემი ანაბეჭდები დარჩეს ამაზე, მაგრამ ეს ძალიან მაგარია. მოიცადეთ. უბრალოდ ჰოპ. ღმერთო ჩემო. ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცების ცების პოვნა. აქ რა ხდება? ეს პატარა მოძრავიავი ნაწილი რა არის? აქედან შედის ტყუიები? არ ვიცი, ეს ნამდვილია თუ არა. ძალიან აღარ ვიცვალიჩება მით, მაგრამ ეს საოცარია. ალბათ ეს რაღაც კარტელმა გადმოაგდო აქ. ან შეიძლება სასწავლო იარაღია, არ ვიცი. თუ ვინმე მიცის რა ტიპის პისტოლეტია ეს, კომენტარებში დამიწერეთ ქვემოთ, რადგან ძალიან მაინტერესებს მართლა კარტელმა გადმოაგდო ეს აქ, თუ უბრალოდ სხვა რამეა. შენს ფიქრობდი ამაზე? მაგალითად, რატო უნდა იყოს პისტოლეტი ჯუნგლების შუაგულში თუ არა მკვლელობისთვის? ამ ადგილმა უკვე გამოიტანა მშვილდი და ისარი და პისტოლეტი. ამიტომ ძალიან კარგი გრძნობა მაქვს, რომ აქ კიდევ ბევრი საინტერესო რამ არის. მოდი მაგნიტი ისევ ჩაუშვათ და ვნახოთ კიდევ რას ვიპოვით. კარგი, წავედით. წავიდეთ. ამოდით წყლიდან. ო, ხედავ, ვიპოვეთ. ოუ, რა? კარგი, ეს რა ჯანდაბაა? ეს დიდი ლითონის ნაჭერია. მგონი მაგნიტიდან ვერ მოვხსნი. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, მგონი ჩემი მაგნიტი გავაფუჭე. ეხლა ეს უბრალოდ ჩემი მაგნიტია. მოდი. არა, ძმაო, ეს მართლა უბრალოდ ჩემი მაგნიტია ეხლა. ასე უნდა ვიცხოვრო. კარგი, საიდუმლო ლითონო, იმედია გაგიმართლებს. ღმერთო ჩემო, ეს ისეთი მძიმეა. კარგი, მიდი. მომიტანე ღმერთო ჩემო, მომიტანე კიდევ ერთი იარაღი. შეხედე ბუშტებს, მგონი რაღაცა გვაქვს. ეს რა არის? ეს შენ ყოფილხარ. კარგი. ღმერთო, თავი მღვიმის კაცად მგონია. თითქოს პირველად ვცდილობ ცეცხლის დანთებას. აჰა, აი ესე, ბოლოს და ბოლოს. ეს საერთოდ რა არის, ბიჭებო? თუ ვინმე მიცის რა არის ეს შემთხვევითი ლითონის ნაჭერი, კომენტარებში დამიწერეთ, რადგან მგონი ესეთი ჯერ არასდროს მიპოვია. ბიჭებო, ეს რა ჯანდაბაა? რაღაცას ფეხი დავარტყი და ეს ჯუნგლების წყლიდან ამოვიღე. ღმერთო ჩემო, ეს ბომბია თუ რაღაც მსგავსი? უი, რა საზიზღრობაა. კარგი, ასე რომ ჯუნგლებში შემთხვევით კიდევ ერთ უცნობ ნივთს გადავაწყდით. ღმერთო, რა საზიზღრობაა. მაგნიტიც კი არ დამჭირვებია ამისთვის, უბრალოდ წყალში ფეხი დავარტყი. არა, ეხლა ამაზე რაღაც ბინძური წყალი გადმოდის. კარგი, მგონი დღევანდელი დღისთვის საკმარისი, ებოლა ავიკიდე. მგონი აქედან წასვლა მინდა. ეს ჯუნგლები არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ბინძური და საშიში ადგილი იყო, სადაც ოდესმე ნადირობა მომიწია. არამედ აქ ვიპოვე ყველაზე მაგარი რაღაცებიც, რაც კი ოდესმე ამ არხზე აღმომიჩენია. და საბედნიეროდ კარტელმა არ მომიტაცა, მაგრამ ჩემ წილზე ბევრად მეტი ახალი დაავადებება მაინც ავიკიდე. გულწრფელად რომ თქვა, ეს ყველაფერი მაინც ღირდა. თუ გინდათ რომ აქ კიდევ დავბრუნდე, კომენტარებში მომწერეთ და აუცილებლად გავაკეთებ ამას. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ სხვა გიჟური ადგილებიც, სადაც გინდათ რომ წავიდე და აუცილებლად გნახავთ შემდეგ ვიდეოში.